ძალიან მალე საქართველოდან კატარსა და ქუვეითში შესაძლოა ცხვარი და ხორცს პროდუქტი გავიდეს ექსპორტს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბიზნეს სექტორის, მათ შორის კატარის სახელმწიფო კომპანიის ჰასად ფუდის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში არაბული ქვეყნების წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონს სტუმრობდნენ. ადგილზე გაეცნენ მეცხოველეობის სექტორში არსებულ ვითარებას და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სასაკლაო დაათვალიერეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე საუბარია, ეს არის ცხვარი, ცოცხალი ცხვარი და მათ შორის ცხვრის ხორცი, ასევე სხვადასხვა ტიპის ხორცი და ხორცის პროდუქტები საქართველოდან და ამ მიმართულებით საქართველოს მართლაც გააჩნია პოტენციალი ურის ქვეყნებთან თანამშრომლობით, მათ შორის კატართან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამბრძანებულები გახლავთ რამოდენიმე კომპანიის წარმომადგენლები კუვეიტიდან და ყატარიდან, რომელთანაც ეხლა აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ცოცხალი ცხოველების შესაძლო ექსპორტზე, ასევე ხორცის და სხვა ცხოველური წარმოშობის ექსპორტზე. ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირების განხორციელებას ვგეგმავთ. ამასთან დაინტერესებულები ვართ კატარში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით. დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების პუნქტები სრულიად დამაკმაყოფილებელია.